მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. თემაზე სასაუბრო შემოგვერთდნენ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი ქალბატონი თამარ ლიჩელი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ფესტივალის მონაწილე გიორგი შავერცაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი თამარ, გიორგი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ ვიცით რომ ფესტივალი ტარდება მეორედ და 2024 წელს დაფუძნდა, უკვე შეიყვარა მუსიკის მოყვარულმა საზოგადოებამ. კულტურის სამინისტრო არის ერთ-ერთი მხარდამჭერი, მთავარი მხარდამჭერი შეიძლება ითქვას. 15 მაისს ჩატარდება პირველი კონცერტი და აი უფრო ვრცლად ქალბატონ თამარ თქვენ რომ მოგვიყვეთ როგორც დამფუძნებელმა ამ კონცერტების სერიის შესახებ, სად ჩატარდება და მიზანზე ჩვენ ვუთხარით მაყურებელს, მაგრამ თქვენგანაც კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოვისმენთ. დიახ, მოგესალმებით დილამშვიდობის. თქვენ მოკლედ უკვე თქვით რაც არის იდეა კონცერტების სერიისა და ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი და ოცნება იყო რომ აი განმეხორციელებინა მსგავსი რამ, რომელიც თავს მოუყრიდა საქართველოში მცხოვრებ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს და წარადგენდა ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. მე ხშირად ვამბობ, რომ ძალიან დიდია იმ მუსიკოსთა წვლილი, ცხადია, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს და საქართველოს სახელი გააქვს ძალიან ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ არანაკლებია იმ მუსიკოსთა ღვაწლი, ვინც საქართველოში მოღვაწეობს და საბედნიეროდ ძალიან ბევრია ასეთი მუსიკოსი და აი წელს საშუალება მოგვეცა შარშან ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა სხვათა შორის და ძალიან მახარებს ეს ამ საღამოებს და წელს აი სწორედ სამინისტროს საქართველოს კულტურის სამინისტროს დამსახურებით და თბილისის მერის შესაძლებელი გახდა რომ მასშტაბი ბევრად უფრო გაგვეზარდა ამ პროექტის, რაც ძალიან მახარებს და ვისარგებლებ შემთხვევით ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს, რომლის თავმჯდომარე ბატონი გიორგი აი თავიდანვე დიახ ჩვენთან ერთად არის ცხადია, იმიტომ რომ კომპოზიტორთა კავშირის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება და მოკლედ რომ გითხრათ, პირველ რიგში დავპატიჟებ ჩვენს მაყურებელს 15 მაისს ამ სერიების კონცერტების სერიის გახსნაზე. ეს საღამო ჩატარდება თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში 7 საათზე, დასწრება თავისუფალია. შემდეგ უკვე 23 მაისს ჩავატარებთ კონცერტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც გახლავთ უშუალოდ ამ კონცერტის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი და შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ რეგიონებში, თელავში ჩავატარებთ კონცერტს, სენაკში, სადაც ვალერიან შიუკაშვილის მიწვევით ჩავიტანთ ამ კონცერტებს, ბათუმში, ბორჯომში, ქუთაისში და კიდევ ერთი მიმართულება მინდა ვთქვა, რომელიც დაემატა ამ პროექტს წელს, ეს გახლავთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რაც მე მგონი ძალიან შეხვედრები გაიმართება, ხო? დიახ, რაც მე მგონი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩატარდება შეხვედრები სხვადასხვა თემაზე ლექციების სახით. ვთქვათ, ერთ-ერთი არის ალოიზ მიზანდარის მნიშვნელობა საფორტეპიანო, ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაში, კამერული მუსიკის მნიშვნელობა მუსიკოსის შემოქმედებაში და მსგავსი მუსიკოსისთვის საინტერესო თემები, ასევე მასტერკლასები, ახალგაზრდა მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენთან ერთად აი გასვლით კონცერტებში და ეს ყველაფერი მე მგონი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამის დასაწყისია. ასე ვფიქრობ. ბატონ გიორგისაც ვკითხოთ მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ ამ პროექტის და აი სიახლეზეც ისაუბრა ქალბატონმა თამარმა რომ ეს დაემატა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ეს მხარეც რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთი მე კიდევ აღნიშნავ ქალბატონ თამარმა ძალიან დაწვრილებით და რა ვიცი გამომწურავად ილაპარაკა მის შესახებ. მე უბრალოდ დავამატებ იმას, რომ ჯერ ერთი კომპოზიტორი, ქართველი კომპოზიტორების სახელით მე მივესალმები ასეთ
ამ ფესტივალს, რადგანაც ქართული მუსიკა ჟღერს აქ ეს ფესტივალი მთლიანად ქართულ მუსიკას ეძღვნება და ესეთი ფესტივალები ბევრი არ არის. არც ისე ბევრია და იშვიათობაა უფრო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარს ამ იდეისთვის, იმ წუთში როცა დამირეკა ქალბატონ თამარმა და მეთქე რა აბარა ჩვენ თქვენთან ავართ და რა ვიცი და რაც თქვენ გითხეთ ახალგაზრდა მუსიკოსებთან ურთიერთობა რასაკვირველია უმნიშვნელოვანესია რადგანაც საქართველოს და ქართული მუსიკა თუ ქართულ მუსიკას ქართველი არ დაუკრავს სხვაც ალბათ ისე შეხედავს ამას ცოტა ალბათერად და ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ რომ აი ესეთი დიდი კომპოზიტორების შემოქმედება და არა მარტო დიდი კომპოზიტორების ახალგაზრდების და ყველაზე ქართული მუსიკა იქნეს ეს გატანილი თბილისიდან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ რომ ხშირად ისახდება ხოლმე რომ ყველაფერი თბილისში იყრის თავს და ის რომ ბევრ ქალაქში სხვადასხვა ქალაქში საქართველოს არის გადანაწილებული კონცერტები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ გამოცოცხლდეს მთელი საქართველოს მუსიკალური ცხოვრება. დიახ და ერთს დავამატებ წელს ნუ ზოგადად რა თქმა უნდა იდეა უკვე თქვენს გააჟღერეთ და მეც თქვი ასევე რომ საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების ერთგვარი გაერთიანება შეიქმნას რომელიც წარადგენს ქართულ მუსიკას, მაგრამ წელს ყავს ასევე მონაწილე ჩვენი მეგობარი და არაჩვეულებრივი მუსიკოსი ისრაელიდან ასაფ კლაინმანი, რომელიც შეასრულებს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სოსო ბარდანაშვილის ნაწარმოებს და მე მგონი ეს არის გარკვეული მარცვალი დასაწყისი იმისა, რომ მომავალში უცხოელებით შეასრულებენ ქართულ მუსიკას, იმიტომ რომ საბედნიეროდ ძალიან ბევრი ახლა უფრო ქართულ მუსიკას ვასრულებდი ხშირად, მაგრამ აი ამ ძიების პროცესში ძალიან ბევრი და საინტერესო ნაწარმოები აღმოვაჩინე და აი ბატონი გიორგიც ყოველთვის გვეხმარება თავისთავად აი რჩევებით, იმიტომ რომ ამოუწურავია პრინციპში ქართული რეპერტუარი და წელს პრემიერაც გვექნება სხვათა შორის და მე მგონი მსმენელისთვის საინტერესო იქნება. ვისი ხილვის და მოსმენის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას, აი ბუნებრივია შეიძლება ყველაფერ ჩამოვთვალოთ, თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია ხომ იცოდნენ? ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მინდა ვინმე გამოვშეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემსრულებელია. მე დავუკრავ ცხადია ბატონი გიორგი რასაკვირველია დაუკრავს მის ნაწარმოებს. ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსები იქნებიან გიგი პიანომენი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ლიზა რამიშვილი, ვიკა ჩაპლინსკაია, ნათია ქავთარი, ძალიან ბევრი აგერ წარმოდგენილია აფიშა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, არაჩვეულებრივი შემსრულებლები და რაც მთავარია, მე ვფიქრობ, ჟანრულად მრავალფეროვანი, საქართველოს სიმფონიეტა აუცილებლად უნდა ვახსენო სახელმწიფო კამერული ორკესტრი. სხვადასხვა ქალაქის მიხედვით ეს კონცერტები იქნება აუცილებლად მსგავსი თუ იქნება რამე განსხვავება და სიახლე სხვადასხვა ქალაქის მიხედვით. იცით რა, განსხვავებული პროგრამა ჩაგვაქვს ყველგან, თუმცა თელავში მაგალითად მიგვაქვს კონცერტი სიმფონიეტასთან ერთად, სადაც ქალბატონი ნინო ჯანჯღავას კონცერტის პრემიერა შედგება 23-ში ეს კონცერტი ტარდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეორე დღეს იგივე პროგრამა მიგვაქვს თელავში, მაგრამ შემდეგ უკვე სხვადასხვა კონცერტები, სხვადასხვა შემადგენლობით, თუმცა აი ბირთვი ამ კონცერტების სერიას უფრო საინტერესოს ალბათ ისიც ხდის, რომ მოიცავს როგორც საფორტეპიანო, ასევე კამერულ და ასევე ვოკალურ მუსიკას. ნუ ისეთი მრავალფეროვანი არის ჟანრობრივად. კამერულია, მაგრამ მრავალფეროვანია ინსტრუმენტალის და ვოკალის და ნუ რასაკვირველია ორკესტრის მონაწილეობს ეს პირველად არის ამ შაშენარი ხო და ვიცი ამ ხრივ ძალიან მე მგონი მსმენელთათვის ძალიან საინტერესო იქნება მსმენელისთვის ეს ყველაფერი რაც დაგეგმილია და რაც ეს ყველაფერი პირველი კონცერტი რომელიც ჩატარდება თბილისში ეს არის 15 მაისს და უფასოა დასწრება ხო? ესეც უთხრათ მაყურებელს. თავისუფალია ყველა კონცერტზე. ყველა კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ეს ძალიან დიდი საჩუქარი არის მუსიკის მოყვარულებისთვის. დიახ, ესე იგი 15-ში გვექნება გახსნა როგორც უკვე ვახსენე და ესე კონცერტების სერია დაიხურება დეკემბრის დასაწყისში, სადაც მე და დავით ალადაშვილი წარვადგენთ ქართულ მუსიკას 4 ხელში. არა, საინტერესოა. და თქვენ სხვა კონცერტებშიც მიიღებთ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას, ხო? დიახ.
ძალიან დიდი მადლობა. გეგი რაღაცის დამატება გინდოდა მე მგონი და მე კითხა რომ ეს მეორედ იმართება უკვე და წინა წლის მაგალითი რომ განვიხილოთ და შევახსენოთ მაყურებელს როგორ ჩატარდა და კიდევ უფრო მეტ სიახლეს რომ წელსაც პირდებით კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს და განმშვიდობებით შემდეგ. დიახ, აი ბატონი გიორგი დამეთანხმება შარშან როგორი გამოხმაურება პოვა რა. ძალიან დიდი ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო. აი ასეთი ინტერესი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა და წელს მით უმეტეს უკვე ამ ყველაფერზე ვილაპარაკეთ, რომ მასშტაბი იმდენად გაიზარდა ჩვენი მხარდამჭერების წყალობით, რომ იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტი მსმენელი იქნება ჩართული. უღრმესი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და შევახსენოთ, რომ კონცერტებზე დასწრება არის უფასო მაყურებელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების დამფუძნებელი თამარ ლიჩელი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ფესტივალის მონაწილე